2024 წლის 25 დეკემბერს სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით მოგვეწოდა ინფორმაცია, რომ ჩვენსა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს შორის შრომითი ურთიერთობა ცალმხრივად შეწყდა და აღარ გაგრძელდებოდა 1 იანვრიდან. 25 დეკემბერს სატელეფონო ზარით მივიღე შეტყობინება, რომ 2025 წლის იანვრიდან პრობაციის ეროვნული სააგენტო აღარ გააგრძელებდა ჩემთან შრომით ურთიერთობას და აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძვლად დასახელდა შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვა. გადაწყვეტილება ჩემი გათავისუფლების შესახებ, რა თქმა უნდა, იყო მოულოდნელი, იმიტომ რომ ამას არ ქონია არანაირი წინაპირობა და აღსანიშნავია, რომ ჩემი უშუალო ხელმძღვანელი არ ფლობდა ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ. 25 დეკემბერს დამიკავშირდა HR-ის სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით და მაცნობა, რომ ჩემი ხელშეკრულება, რომელსაც ვადა 31 დეკემბერს გასდიოდა, აღარ გაგრძელდებოდა. 25 დეკემბერს დამირეკეს და სატელეფონო კომუნიკაციით შემატყობინეს, რომ ვინაიდან იწურებოდა ხელშეკრულების ვადა, ჩემთან აღარ გააგრძელებდნენ თანამშრომლობას. რა თქმა უნდა, მე დავინტერესდი რა იყო ამის მიზეზი. ძალიან მოულოდნელი იყო თითოეული ჩვენგანისთვის ეს გადაწყვეტილება, რადგანაც ჩვენი მხრიდან არ ყოფილა არანაირი დისციპლინური გადაცდომა, არ ყოფილა რაიმე სახის საყვედური გაფრთხილება, სიტყვიერი, ასე რომ ვთქვათ, საუბრის მეშვეობითაც კი არ ყოფილა მსგავსი რამ, შესაბამისად ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება. მაშინ, როდესაც 3 თვის წინ ჩვენ პრობაციის ეროვნულ სააგენტოში მუშაობა დავიწყეთ იმ პირობით, რომ იყო კადრების კრიტიკული დეფიციტი და ფაქტობრივად 3 თვეში იმ მიზნის მიღწევა, რაც პრობაციის ეროვნულ სააგენტოს ჰქონდა, შეუძლებელი იყო, იმიტომ რომ შემთხვევებზე მუშაობა ფაქტობრივად შუაგზაში შეწყდა. ჩვენ დაგვამატეს სწორედ სოციალური მუშაკების მოთხოვნით, რომლებიც ვეღარ აუდიოდნენ საქმეების იმ რაოდენობას და ბენეფიცირების იმ რაოდენობას, რაც სააგენტოში მათ ყოველდღიურად ეწერებოდათ. პრობაციის ეროვნულ სააგენტოში მუდმივად დგას კადრების დეფიციტი, განსაკუთრებით კი სოციალური მუშაკების. აქ დასაქმებულ ადამიანებს ძალიან ხშირად უწევთ საქმიანობის ზეგანაკვეთურად შესრულება, რაც თავისთავად ნეგატიურად აისახება როგორც მათ ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. იმ პირობებში, როდესაც ადამიანები მუდმივად ითხოვენ კადრების დამატებას, სააგენტოს ხელმძღვანელობა იღებს გადაწყვეტილებას, რომ გაათავისუფლოს კვალიფიციური კადრები. კონკრეტული მიზეზები არ დაუსახელებია, თუ რა იყო, ვთქვათ, წინაპირობა ჩემი გათავისუფლების, იმიტომ რომ ჩემი მხრიდან არ ყოფილა, ვთქვათ, დისციპლინური გადაცდომა ან რაიმე სამსახურებრივი დარღვევა. შესაბამისად, რაღაცა არგუმენტს ვერ მეუბნებიან, თუ რის საფუძველზე მოხდა ჩემი გათავისუფლება. შეთანხმებისამებრ, ჩემი ამ სამსახურში გადმოცვლის იდეაც იყო ის, რომ ჩემი მათთან ხელშეკრულება იქნებოდა გრძელვადიანი და ვთქვათ, სამომავლოდ აუცილებლად გავაგრძელებდი მათთან მუშაობას. ამის საჭიროებაც იყო და ამის მზაობაც ჰქონდა დამსაქმებელს. მათი ახსნა განმარტება მხოლოდ ის იყო, რომ ხელშეკრულებას ვადა ამოეწურა და სხვა ვთქვათ ის, რომ მე ან რაიმე შემეშალა პროფესიული კუთხით, ჩემი მოვალეობები ვერ შევასრულე, ან მსგავსი გაფრთხილებაც არ მიმიღია და შესაბამისად ეს ემთხვევა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და ამიტომ ლოგიკურად გამიჩნდა ეჭვი, რომ დაკავშირებულია ჩემს ღია პოზიციებთან, მით უმეტეს მაშინ, როცა ვიყავი ერთადერთი სოციალური მუშაკი ქუთაისში და ჩემი გათავისუფლება გამოიწვევს იმას, რომ ცენტრი ვერ იფუნქციონირებს და არ არსებობს რაიმე რეალური მიზეზი იმისა, თუ რატომ ვარ გათავისუფლებული სამსახურიდან. ჯერ კიდევ ივნისში შეიტანეს ცვლილება ჩვენს კანონში, სადაც დაამატეს ჩანაწერი მაძიებელი სოციალური მუშაკის შესახებ, რაც გულისხმობდა სხვა სფეროდან კადრების დამატებას და ამას სწორედ იმით ასაბუთებდა ჩვენი მთავრობა, რომ ეს იყო გამოწვეული სოციალური მუშაკების დეფიციტით და ამ დროს მეორე ხელით ათავისუფლებს სოციალურ მუშაკებს, რომლებსაც გვაქვს მიღებული განათლება, 4-წლიანი განათლება მაქვს მე პირადად მიღებული, პრაქტიკა მაქვს გავლილი პრობაციის ეროვნულ სააგენტოში და ეს იყო სრულიად გააზრებული არჩევანი, რომ მე მოვედი და დავიწყე აქ მუშაობა. რა თქმა უნდა, ვაპირებდი ხანგრძლივად აქ მუშაობას, ძალიან დიდი შემართებით, ენთუზიაზმით ვიყავით თითოეული ჩვენგანი და რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა ის, რაც მოხდა. ჩნდება ძალიან ბევრი კითხვა, რა გახდა ამის მიზეზი და რადგანაც ამ კითხვებზე პასუხს ჩვენი დამსაქმებელი არ გვცემს, ერთადერთი ესე რომ ვთქვათ, გონივრული და ლოგიკური აზრი რაც ჩნდება ამ პროცესში არის ის, რომ ეს სწორედ დაკავშირებული იყო ჩვენს პოლიტიკურ შეხედულებებთან, ჩვენს დაფიქსირებულ პოზიციასთან, რაც გამოიხატებოდა როგორც პირად საუბრებში, ასევე სოციალური ქსელის მეშვეობით და ასევე საჯაროდ, რადგან ჩვენ ვიყავით სოციალურ მუშაკთა გაერთიანების პეტიციის ხელმომწერები, მეწინააღმდეგებოდით ევროინტეგრაციის პროცესების და მოლაპარაკებების შეჩერებას. ვფიქრობ, ჩემი გათავისუფლება
დაკავშირებულია პეტიციაზე ხელმოწერასთან, სადაც სოციალური მუშაკები ვემიჯნებოდით საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერების პროცესის შესახებ გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, რომ სოციალური მუშაკების კრიტიკული პოზიციონირება მიმდინარე პროცესებთან მიმართებით ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი პროფესია ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციით გამყარებულ დემოკრატიულ პრინციპებსა და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. ვინაიდან აი რაღაცა კონკრეტულ არგუმენტებს არ მეუბნებიან თუ რატომ მოხდა ჩემი სამსახურიდან გათავისუფლება, დიდი ალბათობით ეს შეიძლება იყოს ჩემი მხრიდან თქვა ღია განცხადებები, რასაც სოციალურ ქსელში ვავრცელებდი, აქციებზე დავდიოდი და ღიად გამოვთქვამდი ჩემს პოზიციას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. და დიდი ალბათობით ახლა მტკიცებით ფორმაში ნამდვილად არ მინდა ამის თქვა, მაგრამ დიდი ალბათობით ეს არის ზუსტად მიზეზი იმისა, რომ მე სამსახურიდან გამოთავისუფლეს. თან ვიყავი პეტიციაზე ხელმომწერით, რაც სოციალურ მუშაკთა გაერთიანების მიერ გავრცელდა. პეტიციის მიხედვით ევროინტეგრაციის პროცესს უჭერდით მხარს. ჩვენ ვიყავით 4 ადამიანი ხელშეკრულებით დასაქმებული. ყველა ადამიანი ვართ ხელშეკრულებით დასაქმებული, რომელმაც მოვაწერეთ ამ პეტიციას ხელი. მას შემდეგ, რაც გამოცხადდა, რომ ევროინტეგრაციის კურსს, ასე რომ ვთქვათ, წყვეტდა და საქართველოს მთავრობა, რა თქმა უნდა, როცა დაიწყო აქციები, შემდგომ შეიქმნა პეტიციები, საჯარო განცხადებები, რაშიც აქტიურად ვიყავი მე ჩართული და ვარ ასევე ხელმომწერი ჩემი კოლეგებთან ერთად, სოციალურ მუშაკებთან ერთად, რამდენიმე